გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს და გილოცავთ გუშინდელ დღეს. მინდა გიორგობას გილოცავთ საოცარ დღეს, არ ვიცი, ჩვენი ქვეყნისთვის არის ყველაფერი. ამაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის ქართველებისთვის გიორგობა გაიგივებულია თითქმის შობასთან და აღდგომასთან. იმდენად მნიშვნელოვანია ქართველებს ეს დღე და ყველაზე მეტად თუ ქართველი რომელიმე დღეს აღნიშნავდა წმინდანებს შორის იყო წმინდა გიორგის და წმინდა გიორგის დღესასწაულს აღნიშნავდა და როგორც აღწერილია ქართლის ცხოვრებაში არ არსებობდა დღე, როდესაც წმინდა გიორგის ხსენება არ აღნიშნავდა საქართველოში. ეგეთი დღე არ არსებობდა. ანუ ყველა დღე რომელიღაც სასოფლოში ტარდებოდა წმინდა გიორგის წირვა. და ეს თითქმის აღდგენილია კალენდარში, მეუფეობა გააკეთა ეს კალენდარი, სადაც აღდგენილია ყველა მსახურება, რომელსაც სოფლში რა დღეს ტარდებოდა წმინდა გიორგის მსახურება. იმდენად განწავლებული ყველა დღე ქართველები წმინდა გიორგის პატივსცემდნენ. იმდენად მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის და არ ვიცი, აი ძალიან მიფიქრია ამ წმინდანთან დაკავშირებით, ერთთან დაკავშირებით მიფიქრია ამაზე და ამდენ მნიშვნელოვანია ამ დღის გააზრება თულ ჩვენდაგანისათვის. რატო შეიყვარა ჩვენმა ერმა წმინდა გიორგი ესე? იმიტომ რომ წმინდა გიორგი ძალიან გავს საქართველოს. თვითონ წმინდა გიორგი, პირადად წმინდა გიორგი ძალიან გავს საქართველოს. აი როგორიც ლამაზია საქართველო, ისეთივე ლამაზი იყო წმინდა გიორგი. ზუსტად ესეთი აი ლამაზი გარეგნვა, საოცარი გარეგნობა აჩუქა წმინდა გიორგის ღმერთმა და ესეთივე ლამაზია წმინდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო. როგორც წმინდა გიორგი იყო. როგორც წმინდა გიორგი იყო ხნე და მეომარი და მებრძოლი და ქრისტეს დამცველი და ქრისტეს ჯვრის დამცველი და ყველაფერი გაიღო ქრისტესთვის. გაიღო ახალგაზრდობა, გაიღო ისევე ჩვენს ქართველებმაც ყველაფერი გავიღეთ ქრისტესთვის. სარწმუნოების დასაცავად, რჯულის დასაცავად. ჩვენ სისხლი და ხორცი მივეცით ამის გამო და ქრისტეს გამო ჩვენ არაფერზე უარი არ გვეთქვამს. ჩვენ დავთმეთ ყველაფერი, ჩვენ შეგვეძლო გვეცხოვრა მონებივით. შეგვეძლო ვიღაცის თავი დაგვეხარა, რჯული უარყო, მაგრამ ქართველი კაცი ამას არ აკეთებდა. ქართველი კაცის რჯული იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. და როგორც წმინდა გიორგიმ დათმო თანამდებობა, ფინანსური მდგომარეობა, ყველაფერი ქრისტეს სიყვარულის გამო, ესევე ჩვენი ქვეყანაც თმობდა ყველაფერს, ოღონდ ქრისტეს უარყოფა არ ყოფილიყო. აი ქრისტე არ ამის გამო ყველაფერს მოდა ჩვენი ქვეყანა.